კარგად აგვიგია. თუ მე არ მინდოდა რომ ეს უპასუხოდ დამეტოვებია. კი ბატონო, მაინც მინდა არ შემიდარებია საარჩევნო კამპანიას სვეტიცხოვლის აშენებისთვის. ერთი ხარვეზი, რომელიც თქვენ ოპონენტებმა შენიშნეს, პრეზიდენტის მილოცვა. Exit პოლებზე დაყრდნობით. მე ვიმყოფებოდი ერთ-ერთ უბანში, როდესაც პრეზიდენტმა მიულოცა გამარჯვებულ გიგი უგულავას exit პოლების შედეგად გამარჯვებულს თან 4 საათის მონაცემებით თითქოს და უკვე წარმატება ამ არჩევნებში და მე ვნახე როგორი დემორალიზაცია იყო უბნებზე კომისიის წევრების, იმიტომ რომ ვეღარ მიხვდნენ რაღაცა უნდა დაეთვალათ საერთოდ ხმები. რამდენ სწორია ეს? აი ობიექტურად რომ შეაფასოთ. კანონით ეს დაშვებულია, ისე როგორც დაშვებულია ძალიან ბევრ ქვეყანაში. რომ იყოს ნინო ხა ვენეციის კომისიის ხმა ახსენე და მიბრძანდები და რომ იყოს რამე დაუშვებელი. ჩვენ ახსენეთ ეთერამდე. ჩვენ მაყურებელს არ გაუგია. ხო, მაშინ როცა წაბრძანდები და იქ შეგიძლიათ ნახოთ რომ ესეთ შენიშვნა არ გაკეთებულა, იმიტომ რომ ეს არის მიღებული პრაქტიკა. მე მინდა გითხრათ რომ exit პოლების შედეგად მილოცვა არის მიღებული პრაქტიკა. კი, მიღებული პრაქტიკაა და exit პოლების შედეგად ზოგჯერ დამარცხებული აღიარებს ხოლმე თავის დამარცხებას. და ყოფილა შემთხვევა, როცა გამარჯვებულისთვის მიულოციათ, მე რეალური შედეგებს დავდოდებიან და შეცვლა სიტუაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში რუსთავი ორმა და იმედმა ისე როგორც საზოგადოებრივმა აუწყებელმა exit პოლი შეუკვეთა აი ესეთ კომპანიებს, აი როგორც არის მაგალითად ყველაზე ცნობილი ბრენდები. ეს არ იყო ისეთი კომპანიები, რომელიც აი ვთქვათ, უცნობი კომპანიები. მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ეს იყო დაახლოებით ისეთივე დონის კომპანია, რომელიც აი ყველაზე გავლენიანია ამ სფეროში. ანუ მათი მშობელი ჭიქვის არავის დაუგანებია. ამიტომ როდესაც პრეზიდენტმა ეს გააკეთა, იმიტომ რომ ამას პრეზიდენტს აძლევდა ეს კანონმდებლობა, უფლებას და მეორე ამ კომპანიების მიერ ჩატარებული exit პოლი, ბოლო exit პოლი ერთ-ერთმა ამ კომპანიამ ბრიტანეთში ჩაატარა და სხვადასხვა ბრიტანეთშიც მინდა გითხრათ, რომ ხანდახან არის ხოლმე გახსენება თბილისთან დაკავშირებით ბრიტანეთის არჩევნებშიც აი ესეთი შედეგები exit პოლის შედეგად მოხდა საბოლოოდ ჩამოყალიბება საზოგადოებრივი აზრის ამოხდა და კი ბატონო პრეზიდენტმა უკვე თქვა რომ 2012 წლამდე აღარ იყო საუბარი არჩევნებზე კონსტიტუციაში წერია ეს კი ბატონო თუმცა თქვენი ოპონენტები რომლის საბჭო მაგალითად უკვე ამბობს რომ ახალი ქუჩის აქციებისთვის ემზადებიან და ისინი ამას იზავენ ამიტომ ჩვენი გზა არის გზა იმისთვის რომ ჩვენ ვებრძოლოთ პრობლემებს სამუშაო ადგილები შევქმნათ გავაძლიეროთ ეკონომიკურად ჩვენი ქვეყანა გადავწყვიტოთ ის პრობლემები რომელიც არის სოფელში გაზმომარაგების გზების ინდივიდუალური მიცვალების სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარების ჩვენი გზა ეს არის მათი გზა თვითონ ირჩევენ და შემდეგ ამომრჩეველი არ უნდა გაბრაზდე ამომრჩეველზე როცა ამომრჩეველი აკეთებს იმ არჩევანს რომელიც მიაჩნია რომ შენებისკენ უნდა გააკეთეს და არა ჭექაქუხილებისკენ ამიტომ ჩვენ მოდით ნუ გავბრაზდებით ამომრჩეველს ჩვენ შევთავაზოთ ჩვენ თანამოქალაქეებს ის რაც უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ყველაზე მთავარი ახლა გვაქვს რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა დიდი გამარჯვება მარტო დიდი სიხარული კი არ არის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობას ახლა ჭირდება ხელდაკაპეწებული მუშაობა. მე ერთხელ ვთქვი, სხვადასხვა თქვენთან მაესტროს ეთერში, რომ ჩვენ იმიტომ ვიგებთ არჩევნებს, რომ ჩვენ არ საარჩევნო მუშაობას ვიწყებთ არჩევნების მეორე დღეს. და არ ველოდებით საარჩევნო კამპანიის გამართვას. კი, ჩვენ ნახავთ როგორი ფორმებით იმუშავებს ნაციონალური მოძრაობა და იმედი გვაქვს, რომ უკვე შემდეგი 4 წლის შემდეგ არ გვექნება იგივე ლოზუნგი დასაქმება, სიღარიბის გარეშე ქვეყანა, რომ ეს ნაწილობრივ მაინც მოგვარდება და ქვეყანაში არ იქნება 100,000-ობით თქვენს გაგიხარდებათ და თავარია გაუხარდეს იმ ოპონენტებს და სხვადასხვა ერთი მნიშვნელოვანი რამე არ შემიძლია ვთქვა, რომ მე ვფიქრობ, აი ეს საარჩევნო კამპანია გამორჩეული იყო იმითაც, რომ იმ პოლიტიკურმა ლიდერებმა პარტიებმა ვინც მარცხი იწვნიეს არ შერცხვათ და მართლა ძალიან ღირსეულად მოიქცნენ და წარმატება უსრულეს და მიულოცეს ეს მათ წარმომადგენელი იქნება ჩვენ გადაცემის შემდეგი სტუმარი ეს გახლდათ ბატონი მიხეილ მაჭავარიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი დიდი მადლობა მიხეილ იშლება თუ არა ალიანსი რამდენიმე წუთში ამ შეკითხვაზე გვიპასუხებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი დროებით ალიანსის მმართველ ელიტას პოლიტიკური სახეები არჩევნების დასრულებისთანავე აკლდებიან. განწყობა ასეთია. ალიანსი იმისთვის არ იყო შექმნილი, რომ ირაკლი ალასანიას გიორგი ლაღიძეზე მეტი ხმა მიეღო. შესაძლოა საჭირო იყო უფრო აქტიური ქმედებები. ყოფილი პარტნიორები გადაწყვეტილების საფუძვლად ძირითადად ირაკლი ალასანიას ბრძოლის უუნარობას ასახელებენ. მან თქვა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე არჩევნები და ეს თბილისელით მიიღოს ამათი არჩევანი. პირადად ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი მარტივი მიზეზის გამო. მე მეგონა ერთ რამაში მაინც შეთანხმებული ვიყავით ალიანსში შიგნით, რომ ქვეყანაში იყო ავტოკრატიული რეჟიმი, ხოლო როდესაც ალიანსის თავმჯდომარე ამას უწოდებს
კიდევ მეტი დემოკრატიისკენ ეს ნიშნავს, რომ ის ამ ხედვას თურმე არ იზიარებდა და უნებრივია, რომ აქ ჩვენი ხედვა სცდება ერთმანეთს. როდესაც გაქვს გამარჯვების შანსი და იბრძვი დამარცხებისთვის, მე ესეთ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიმაჩნდა სწორად. ვიღებთ რაღაც ვირტუალურ ჩემთვის გაუგებარ ვითარებას, როდესაც ყველა გამარჯვებულია. გამარჯვებულია უგულავა და სააკაშვილი, გამარჯვებული არის ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც მეორე ადგილი აიღო ჩემ და სამწუხაროდ საქართველოში და გამარჯვებული არის ალიანსი, რომელმაც როგორც მოვისმინე მორალურ გამარჯვებას მიაღწია. მე მაინტერესებს ვინ დამარცხდა ასეთი იყო ყოფილი ალიანსელის შეკითხვა თავისი ყოფილი თანაგუნდელების მისამართით ბატონ ლევან ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტია ალიანსი სამომშვიდობის ბატონ ლევან ადლომობრძანებისთვის რა ხდება ალიანსში რატომ არის ასეთი აურზაური და შეიძლება თუ არ ჩავთვალოთ რომ ალიანსი დაშლის პირას არის ეს ძალიან თამამი განცხადება იქნებოდა საქმე ის არის რომ ალიანსი ამ პიროვნებებისგან არ შედგება ალიანსი შედგება 4 პოლიტიკური პარტიისგან და მის დაშლაზე ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ მაშინ როცა ამ 4 პარტიიდან ერთი მაინც დაიწყებს ლაპარაკს იმაზე გავიდეს თუ არა ალიანსიდან რაც შეეხება ცალკეულ პიროვნებებს ზუსტად ის რაოდენობა გადის რაც არის ჩვეულებრივი ყოველთვიური ამატი და დებეტი ნაწილი ხალხი გადის პარტიებიდან და არა იმდენად ალიანსიდან, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი ლაშა ნაცრუშვილი გავიდა ალიანსიდან, რომელშიც იგი არ ყოფილა. თუ ერთი წელიწადია უცხოეთშია და საქართველოში პროცესებში მონაწილეობა არ მიუღია, ის გავიდა რესპუბლიკური პარტიიდან. რომელი პარტიაც ნამდვილად არის ალიანსში. ამიტომ მე არ მგონია რომ ახლა მართლა ასე უნდა განვიხილოთ, რომ ნაცრუშვილმა ალიანსი დატოვა, არ ყოფილა ალიანსში. მუნცაძემ დატოვა, სოზარ სუბარმა ერთ-ერთმა თანათავმჯდომარემ დატოვა. ბატონმა სუზარი ეს არის განსახილველი საკითხი. რა თქმა უნდა, ბატონ სუზარის მიერ ალიანსის დატოვება, როცა ის თანათავმჯდომარე იყო, არის სერიოზული საკითხი, ბევრად უფრო. მე არც ვადარებ, ახლა მე ლაშა ნაცრუშვილს ძალიან მაღალი აზრისა ჩემი პირადი მეგობარი, ამიტომ ამ თვალსა ისიც კი არ ვამბობ, ის არ მონაწილეობდა ამ საქმეებში, ასევე მუნცაძე აბსოლუტურად არ მონაწილეობდა ალიანსის არც ერთ სერიოზულ საქმეში. უდისციპლინოდ იქცეოდა ბჭყალებში. თუ პარტიული არ არის. ჩემი აზრით ამ ადამიანების ძირითადი პრობლემა და კითხვა რო არის ვინ დამარცხდა, გუნცაძე დამარცხდა. ეს მართალია, იმიტომ მან ვერ იპოვა თავისი ადგილი აქ. ეს არ არის პირველი პარტია ან ხალხი, სადაც მან ვერ იპოვა ადგილი. ამგვარად აქვს პრობლემა. მე გამიმართლა და ვარ ერთ პარტიაში 32 წელია. გუნცაძეს არ გამომართლა და არის უკვე მე რამდენი პარტიაში აღარ ვიცი უკანასკნელი ხანები. რაც შეეხება სოზარ სუბარს, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული პრობლემა ალიანსისთვის, იმიტომ ის იყო თანათავმჯდომარე, ის არის ადამიანი, რომელიც სარგებლობს მაღალი პირადი ნდობით, მაგრამ ისი პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ ის არ შევიდა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ საქმეებში, არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი. და მე არ გულშემატკივრობ არაპოლიტიკოსების პოლიტიკოსობას. ჩემი აზრით, პური უნდა გამოაცხოს ხაბაზმა, პოლიტიკას უნდა აკეთებდნენ პროფესიონალი პოლიტიკოსები. თუმცა ეს თქვენ მანამდე არ შეგიმჩნევიათ ალიანსელებს და ეს თქვით მას შემდეგ რაც ოზარი თქვენგან წავიდა. ეს ჩემი პირადი აზრი იყო მაშინაც და ახლაც, მაგრამ ალიანსი ლევან ბერძენიშვილის და ასეთების პირადი აზრებისგან არ იქნება. არის პარტიები და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილებები. პირადად მე ყოველთვის მეგონა რომ ბატონი სოზარი შეძლებდა პოლიტიკურ საქმიანობაში გარკვევას. პრობლემა არის რომ ამ თვალსაჩინით მან არ ისურვა პოლიტიკოსობა და რასაც ახლა აკეთებს ეს პოლიტიკასთან ახლოს არ არის. ბატონ ლევან, მაინც მინდა ჩაიკითხოთ, რას აკეთებს ასეც ბატონ სოზარი? ამ ეტაპზე ის აკრიტიკებს მის ციბე პარტნიორს, ამ მომენტისთვისაც თქვენს ლიდერს, ალიანსის ლიდერს იმისთვის, რომ ის არ იყო საკმარისად ბრძოლის უნარიანი. მაშინ 10 დღის წინ რატომ გადაიღო სურათი ყველასთან ერთად და რატომ არის ეს სურათი გამოგრული ჩვენს სარეკლამო თუ მან ასე კარგად იცოდა რომ ეს ასე არ იყო, ასე კითხვები არის. მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით არ მგონია რომ უნდა განვიხილოთ სერიოზულ ნაწილად ალიანსისთვის საფრთხეთ ცალკეული პიროვნებების გასვლა თუ ისინი პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენენ. თუმცა მაინც სასურველი და პოზიტიური არ იყო ალბათ ეს ალიანსისთვის, რაც თქვენ ეს სიურპრიზი იყო თქვენთვის თუ მოლოდინი ამისი არსებობა. ბატონი სოზარისგან, როდესაც მან განაცხადა რომ ის არ იბრძოლებს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტისთვის და ამოვიდა სიიდან, იმის შემდეგ თქვენთვის არანაირი სიურპრიზი არ იყო, რომ ის ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ეს გასაგები იყო. უბრალოდ მან კაცურად
ბოლომდე მიიყვანა